გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის განცხადებით ასათიანის ქუჩაზე ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ხეების ჭრა შეჩერდება. მინისტრი აცხადებს, რომ ის პირადად ესაუბრა კომპანიის წარმომადგენელს და მისგან ხეების გაჩეხვის შეჩერების თაობაზე სიტყვიერი თანხმობა მიიღო. ქათუნა გოგალაძის თქმით, ტერიტორიას დღესდღეიდან სამინისტროს ექსპერტები სწავლობენ და დასკვნას ერთ კვირაში გამოაქვეყნებენ. ასათიანის ქუჩაზე ხეების მოჭრის კანონიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაადგენს. ვესაუბრეთ ინვესტორს კიდევ ერთხელ და ინფორმაცია მივიღეთ, რომ აღარ მოხდება აღარც ერთი ხე არ მოიჭრება იმ ტერიტორიაზე, რაც მოიჭრა ეს არის მხოლოდ. თუმცა, როგორც თქვენ იცით, ჩვენი მიერ შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც დილიდანვე მუშაობს იმ ტერიტორიაზე, რათა შესწავლილი იქნეს მოჭრილი ხეების მართებულობა და გამოკვეთილი იყოს მათი დაავადების ხარისხი. გაირკვა, რომ 27 ხე არის უნებათოდ მოჭრილი, შესაბამისად მათ დაიკისრება საჯარო სანქციები, აგრეთვე დაიკისრება გარემოსათვის მიყენებული ზიანი და ვინაიდან ეს ზიანი აღემატება 1000 ლარს და ამ შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს ეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ეს საქმე თლიან შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. 500 ლარი არის ჯარიმა, ადმინისტრაციული ჯარიმა, რაც შეეხება ზიანს, ზიანი აღემატება 4000 ლარს და ჩვენ რაც ქონდა ყველაფერი კანონიერად აღებული, რატომღაც თქვენს რომ არის უკანონო. აი ახლა მაგის გარკვევა ყველაფერზე 100 ხეზე და პლუს კიდე 37 ხეზე ქონდა ნებართვა. აქედან მოვჭრებთ 48. და რატომღაც ახლა გვაჯარიმებენ? რატომ მაგას გარკვევენ იურისტები?